საღამო მშვიდობის, ტრადიციული ხუთშაბათობა კავეა პლუსზე და კიდევ ერთი შეკრება გოცირიძეების მისაღებში, რომლის ინტერიერი და სიმყუდროვეც თავიდან ბოლომდე ეშლი ჰოლმს თორის დამსახურებაა. ასევე ძალიან კარგი ამბავი მაქვს, რომ გოცირიძეების მისაღები მალე ალფა სახლის დიდი დიღმის კომპლექსში სხვა უბანში დაიდებს ბინას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ აღვნიშნო, ალფა სახლი უკვე 23 წელია წარმატებულად და სტაბილურად სთავაზობს მომხმარებელს, შესანიშნავ პირობებს იმისათვის, რომ ყველას კონდეს საკუთარი ჭერი. ამ ყველაფერს უფრო დეტალურად ცოტა მოგვიანებით გეტყვით, იქამდე აუცილებლად უნდა წარმატკინოთ ჩვენი უსაყვარლესი სტუმარი. ეს ადამიანი ნამდვილად საჩუქარია ჩვენი სერიალისთვის. ჩვენთვის მაგალითი, ცოცხალი, ყოველთვის სტიმულის მომცემი, კარგი რჩევების მომცემი და კარგი მეგობარი. ყველა ვამაყობდით, ვისაც მასთან სცენა ქონდა. მე ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ ჩემს მამამთილს თამაშობდა. აუცილებლად ვთქვა, რომ ალბათ ჯემალ გოცირიძე ყველაზე სწორი აზრის და სერიალის სინდისი იყო და ყოველთვის მის აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ჩვენმა რეჟისორმაც თქვა, რომ გიორგი ლიფონავას საყვარელი პერსონაჟი იყო. მოკლედ, დანარჩენი მასთანაც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან მალე მინდა რომ შემოვიყვანო სტუდიაში. ჯემალ გოცირიძე, ლეო ანთაძე დღეს ჩვენი სტუმარია. გვიყვარხართ ბატონო ლეო. როგორ გვიხარია რომ ჩვენთან ერთად ხართ? მინაჩველით. ესე იგი, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. ჩვენთან დაბრძანდით. ჯემალის და მანანას სახს ცოტა გავს, ხო? კი გავს. იქაც და იქაც. მაინც გოცირიძეებს ერთნაირისა გვაქვს, გემოვნება და ალბათ ყველგან დათოს რემონტი არის და მაგიტომ არქიტექტორიკაცის და იქაც ეშლი იყო. იქაც ეშლი იყო? ეგ არ ვიცი, მაგრამ აქ რო კომფორტული ეშლი გვაქვს და ამერიკული ხარისხი, ეგ ვიცით. მადლობა რომ ჩვენთვის დრო გამონახეთ. ბატონო ლეო, ჩვენ ყველა მოვყევით, როგორ მოვხვდით სერიალში, კასტინგი გავიარეთ, ეკამ ჟავანაძე ვის დაურეკა და თქვენი გვაინტერესებს, თქვენთან როგორ დაიწყო სერიალი? მე ეკამ ჟავანაძემ ამირში ამ როლზე და დავთანხმდი მაშინ, იმიტომ რომ რო წავიკითხე, გამახსენდა ჩემი ნაცსავი. ილიკო ხიოდა, ილიკო იმასა, კატუშა მეუღლეს, ნაცავები იყო ჩემი, ოზურგეთში ვარ და ესე იგი ღომი მოიტანს სადილოს და ეს ძალიან ჩმუხი კაცი იყო, ორ სიტყვას არ იტყოდა, მაგრამ მთელი ოჯახი კანკალებდა ხოლმე ესეთი. აი პროტოტიპი იყო ამ პერსონაჟის. ჯამთაღლა მოსა რაი ბალკადუჩა, რაი და ღომია. Digo, Romy quiere, Romy, Romy, Charles discutit d'après le Romy, réalisé Romy quiere, Romy, 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 Tanjams. Tanjams, Romy. Teli matlapazı შეჭამე და ახლა ზე აფერომიერა ხომი რაიზ ხომი აი გამახსენდა ის ტიპაჟი და დაახლოებით ესეთი პერსონაჟი მინდოდა შემექმნა და რა ვიცი ეს იგი მანდიდან წამოვიდა თქვენი ჯემალ გოცირიძე მაშინ რო წავიკითხე რა გამახსენდა ის პერსონაჟის ის პიროვნება და ალბათ გამოვიყენე კიდეც Marana, საცაიღე ხალო პულტი, ამდენი ხანი გეძახი, რას ქაქანა, მომიძებნე, თორე დამთავრდა უკვე დილის ინფორმაცია. რა კარგია, რა საინტერესო. ესე პირდაპირ მგონი არავის არ უთქვამს, იმიტომ რომ ყველას რაღაცა ისინი გვაქვს რა, პატარ-პატარა თვისებები აღებული. არა, ძალიან განებივრებული კი ვარ, სადაც ჩავდივარ სულ სიყვარულით ხდება ხოლმე, აი ჯემალი მოვიდა, ყველა სუხარიდან დახვა და ბედნიერი ვარ ამით ნამდვილად. კიდე რომელი როლები იყო ეგეთი, რომელიც მაყურებელს ძალიან ახსოვს, ახლა ჯემალი ეხლახანს იყო და ამიტომ ძალიან უყვართ და კიდე რომელი როლები გქონდათ ეგეთი? ერთი როლი ითამაშე, რომელიც ძალიან მეყვარდა, ყველაზე უფრო მეტად იმითამაშე. ზურიკელსი ალბათ ზურიკელა რა თქმა უნდა ძალიან საყვარელი როლი იყო 600 ჯერ ვითამაშე ეს როლი 600 ჯერ ერთი და იგივე მაყურებელი იყო თითქმის სულ ერთი და იგივე მაყურებელი იძა შეუყვარდათ ხო აი ლევან ხოტევარი იყო ლელიკო ხოტევარი კინორეჟისორი სამილი ის მე პირველ რიგში იძა ხოლმე ყველა სპექტაკლში ისე მე ხო მონოლოგები მქონდა მაყურებელი ხედავ ბატონი ლელიკოს ის ეს ძალიან უყვარდა მაყურებელს სპექტაკლი. აქ თამაშია რომელიმე სპექტაკლი რო 600 ჯერ ეთამაშა. ხო, ამდენჯერ. ხო.